მოგესალმებით, დღეს 25 აპრილია უყურებთ კურიერს 10 საათზე, ახალ ამბებს მარიკა გუცირძე გაგაცნობთ. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. გადაწყვეტილების თანახმად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები არიან დაასახელონ უცხოური დაფინანსების წყაროებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოები. დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკელი სტუდენტები უცხოური ექსპლუატაციის აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სასწავლებლებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში. თუ დასამალი არაფერია, რატომ არის წინააღმდეგობა? მე მივესალმები ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, წერს სენატორი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ჯიმ რიში არის სენატორი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული კრიტიკით საქართველოს მიმართ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესში. მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ, იმის შესახებ თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს. უკრაინაში ომი გრძელდება. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების ახალი ვარიანტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაგიდაზეა. ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას გააკეთა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოფიციალური კიევისთვის არსებულ წითელ ხაზებსაც, ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ იქნება არც ერთი შეთანხმების ნაწილი, ამბობს ზელენსკი. სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე. უკრაინას ბუნებრივია აქვს წითელი ხაზები, თუმცა ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა წითელი ხაზია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას. მსგავსი რამ არ შეიძლება იყოს არც ერთ შეთანხმებაში. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციაზე დიდ ზეწოლას ახორციელებს. მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამა. მისი განმარტებით კიევმა მოსკოვს ეს ტერიტორია უბრძოლველად გადასცა, ამიტომ ახლა მისი დაბრუნება რთული იქნება. ამ განცხადებამდე ამერიკული მედიის ინფორმაციით ცნობილი გახდა ხანგრძლივი მშვიდობის სანაცვლოდ კიევისთვის შეთავაზებული წინადადება ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესახებ, რამაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა გამოიწვია. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად დიდ ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე, ეს რუსეთმა იცის. ვფიქრობ, მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. რუსეთის მხრიდან ომის შეჩერება, მთელი უკრაინის აღების შეჩერება, ეს საკმაოდ დიდი დათმობაა. როდესაც გვეკითხებიან, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ რაღაც ტერიტორია მშვიდობის სანაცვლოდ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს შეძლების დაგვარად საუკეთესოდ გავაკეთებთ. უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ობამა. ეს იყო 11 წლის წინ. ამას ჩემთან კავშირი არ აქვს. მათ მიიღეს გადაწყვეტილება. არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება დაიბრუნონ. ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს. სერგეი ლავროვის თქმით, შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების დეტალები, რაც რუსულ მხარეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აქამდე მიღწეულ ჩვენს ყველა შედეგს საფრთხის ქვეშ აყენებს. დუდა უშვებთ, რომ უნგრელებს გადაუარონ, წერს ვიქტორ ორბანი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. ქართულმა მხარემ მასპინძელს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა მიღწევები გააცნო, განიხილეს მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევებით. სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ მომავალში განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას, ასევე მზადყოფნა გამოთქვა დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით. ერთგვარად შემაჯამებელი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან და ეხლა ვისაუბრეთ საბოლოო ჯამში თუ როგორ გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. არასოდეს შეუწყვეტია ურთიერთობა საქართველოსთან, ეროვნულ ბანკს კონკრეტულად აქვს არაერთი მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტი, თანამშრომლობთ და ეხლა ველოდებით ახალ მისიას, რომელიც უმალე ესტუმრება საქართველოს. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით შეეზღუდება. ცვლილებების სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან. საქართველოს პარლამენტი ხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან ეს დაიცავს ჩვენს ქვეყანას გარე გავლენებისგან და გარანტიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტს. თქვენ იცით, რომ იგივე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა ოპოზიციის მიტინგზე იმ რადიკალურ დაჯგუფებებში, რომლებიც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენს პოლიციელებს და ხშირად ვხედავთ ჩვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ღიად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო გამართული კანონმდებლობა და როგორც გითხარით, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ქვეყანაში სტაბილურობის გამტკიცებას და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას, ასევე გარეჩარევებისგან მაქსიმალურად იქნება პრევენციები მიღებული. ნოემბრის აქციების პერიოდში უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე თუმცა საქართველოში მყოფი მონაწილეობდა აქციებში ბინადრობის ნებართვის ჩათვლით და ჩვენ ნახეთ, რომ არაერთი გააძევეს ქვეყნიდან იმ პერიოდში და ეს არის გაგრძელება სწორედ იმისთვის, რომ რეჟიმის უსაფრთხოება იყოს მათ შორის დაცული იმ რეზიდენტებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობით არ სარგებლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არის ინიცირებული კანონპროექტი პაკეტი, რომელიც შეეხება მათ შორის უცხოეთის მოქალაქეების, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადიქმედება. აქ არის მცირე გამკაცრება, რაც შეეხება მათ შორის კანონის დარღვევას, მათი მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ეს შეეხება როგორც მანიფესტაციების დროს, ასევე მათ შორის საბიზო რეგულაციების დარღვევის კუთხით, ასე რომ მნიშვნელოვანი არის ამ ცვლილებების მხარდაჭერა. საკადრო ცვლილებებია მთავრობაში. ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ის რევას სოხაძემ ჩაანაცვლა. ინფორმაცია პრემიერმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. რევას სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. ცვლილებები მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2021 წლის ივლისიდან კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ქართულ ოცნებაში ცვლილებების დადებითად აფასებენ, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამით არაფერი იცვლება. იცვლება კადრები. არის განახლების ახალი ენერგიის შემოტანის რეალობა. ეფექტური იყო, შვედიერი მინისტრი იყო, უშუალებელი პროექტები განხორციელდა საქართველოში, ეს ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალთა უშუალებელი გაერთიანება და რასაკვირველია, ამას ექნება შესაბამისი განვითარება, სწორედ ისეთი, როგორც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. რეფორმები არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში რასაკვირველია, ჩვენ დავინახეთ, რომ მუშაობა საკმაოდ ეფექტურია. ეს ეფექტს სასაკურველი არაფერი მოაგდება. ხარისხი არაფერს არ მოაგდება და ვფიქრობ, რომ გაიზრდება კიდევაც ახალი ენერგიით, ახალი შემართებით.
სტრასბურგის სასამართლომ ეგრეთ წოდებულ ხორავას საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას განაცხადი დაუშვებლად ცნო. მომჩივანი ჭიოდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლო. შეგახსენებთ, კალანდიას ქართულმა სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციამ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. მიმდინარე წლის 24 აპრილს კი უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ინფორმაცია განაცხადის დაუშვებლად ცნობის შესახებ. რომში პაპის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ცნობილია, რომ ხვალინდელ დაკრძალვას 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან. იქნებიან პრეზიდენტები, მათ შორის საქართველოს მთავარსარდალიც. ხალხმრავლობის პარალელურად წმინდა პეტრეს მოედანზე იქნება სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა. უსაფრთხოების ზომებს ადგილობრივი კარაბინიერების გარდა დაიცავენ ეროვნული უსაფრთხოების ძალებით. მობილიზებულები იქნებიან სნაიპერებით. შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა ვატიკანის გარშემო რომის ქუჩებზეც. დაკრძალვის ცერემონია ხვალ დილით ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება. პროცესია პირდაპირ ტრანსლაციით გადაიცემა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ მდგომარეობით კურიერი 12-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.